მასობრივი საინფორმაციო საშუალებები, აზრის ფორმირება და ადამიანის უფლებები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. ამ თემაზე ადამიანის უფლებების საერთაშორისო საზოგადოების საქართველოს ეროვნული სექციის ინიციატივითა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. შეხვედრას საქართველოს სექციის პრეზიდენტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის დირექტორი ავთანდილ დავითაია უძღვებოდა, რომელმაც მისასალმებელ სიტყვაში მიმოიხილა აფხაზეთის კონფლიქტის ირგვლივ არსებული ვითარება. მან ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით შექმნილ უმძიმეს მდგომარეობაზე, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ქართული მოსახლეობის შევიწროებაზე, მათთვის გვარების შეცვლის მცდელობაზე, ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვაზე, ეგრეთ წოდებული საზღვრის გახშირებული ჩაკეტვის შედეგად თავისუფალი გადაადგილების უფლების კიდევ უფრო შეზღუდვასა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ნორმების უხეშად დარღვევის ცალკეულ ფაქტებზე ისაუბრა. ავთანდილ დავითაიამ უკმაყოფილება გამოთქვა გერმანიის ერთ-ერთ წამყვან არხზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ აფხაზეთის კონფლიქტის თაობაზე გაყალბებული და შეთხსული ისტორიის ამსახველი სიუჟეტის ჩვენების გამო. ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო საზოგადოების საქართველოს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გერმანიაში საქართველოს საელჩოს სათანადო რეაგირებისკენ და მსგავსი ფაქტების აღკვეთისკენ მოუწოდა. ავთანდილ დავითაიამ მადლობა გადაუხადა საქართველოს ხელისუფლებას უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტების მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში უფასოდ ჩარიცხვის გამო და აღნიშნა, რომ ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამარჯვება საოკუპაციო რეჟიმის პოლიტიკის წინააღმდეგ. ადამიანის უფლებების საერთაშორისო საზოგადოების საქართველოს ეროვნული სექციის პრეზიდენტმა განსაკუთრებით აღნიშნა ახალი სამშვიდობო ინიციატივის ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ მნიშვნელობა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში და მის განხორციელებაში საქართველოს ხელისუფლებას სრული მხარდაჭერა აღუთქვა. კონფერენციაზე საინტერესო მოხსენება ინფორმაციული ომები თანამედროვე ხედვა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა თემურ ჩილაჩავამ წარადგინა. მან კონფლიქტების მოგვარების საქმეში საინფორმაციო ომის მნიშვნელობასა და მისი სწორად წარმართვის ეფექტურობაზე ისაუბრა. მომხსენებელმა მსოფლიოში წამყვანი ქვეყნების ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, საფრანგეთის, ჩინეთის მაგალითზე აღნიშნა, რომ ინფორმაციული ომის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტად მასობრივი საინფორმაციო საშუალებები მიიჩნევა. ისაუბრა იმაზე, თუ როგორი მიუღებელი ხერხებით აწარმოებს ოკუპანტი რუსეთი მათთვის სასარგებლოდ ინფორმაციულ ომს. მომხსენებლის ინფორმაციით ამ მიზნით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაციული პროპაგანდისტული ცენტრიც კი აამუშავა, რომელიც სპეციალურად ამზადებს ჰაკერებს თავდასხმებისთვის. გარდა ამისა, ჩრდილოელი მეზობელი ეგრეთ წოდებული ტროლებისა და ბოტების გზით, ანუ არაობიექტური გაყალბებული ნიუსებითა და პროვოკაციული ინფორმაციებით ცდილობს მთელ მსოფლიოში საზოგადოებრივ აზრზე გავლენა მოახდინოს. თემურ ჩილაჩავამ ისაუბრა იმაზეც, რომ კრემლის მხარდაჭერით საოკუპაციო რეჟიმი და ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი ეგრეთ წოდებული ტელევიზიები, როგორიცაა აფხაზეთის ეგრეთ წოდებული სახელმწიფო ტელერადიო კომპანია გაგრა, აბაზა და ეგრეთ წოდებული გალიტივი დეზინფორმაციის გზით ცდილობენ სიცრუეში ამყოფონ იქ მცხოვრები მოსახლეობა. თემურ ჩილაჩავას განმარტებით ამ ფონზე კი ქართულ საინფორმაციო საშუალებებში აფხაზეთის თემა უფრო აქტუალური უნდა გახდეს. როგორც მან აღნიშნა, ერთადერთი მნიშვნელოვანი საინფორმაციო საშუალება, რომელიც მოწინააღმდეგის საპასუხოდ სწორ საინფორმაციო პოლიტიკას ატარებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრია. თემურ ჩილაჩავამ აუცილებლად მიიჩნია ცენტრის გაფართოება და მის ბაზაზე აფხაზეთის ტელევიზიის შექმნა. ჩვენ წარმოადგენთ მოხსენება, რომელიც ეხება ზოგადად ინფორმაციულ ომებს, როგორი ხედვა აქვს ინფორმაციულ ომებთან დაკავშირებით მსოფლიო წამყვან ქვეყნებს, ეს ამერიკის შეერთებულ შტატებს, საფრანგეთს, გერმანიას, ჩინეთს, როგორ მეთოდებით მოქმედებს რუსეთი, რომელსაც გააჩნია უკვე ინფორმაციული ომის წაყვანისთვის საინფორმაციო ჯარები, სადაც ყავთ რეკრუტირებული ახალგაზრდები. ასევე ჩვენ აღვნიშნეთ ის, რომ როგორ მოქმედებენ ტროლები, ასევე ორგანიზებული ჯგუფები, რომელსაც ფერმებს უწოდებენ, ასევე რა თქმა უნდა ნიუსფეიკები, ასე შემდეგ. ეს არის დიდი დეზინფორმაციული ომი. დღეს აფხაზეთის ტერიტორიაზე მუშაობს 4 ეგრეთ წოდებული ტელემაუწყებლობა. ამ ტელემაუწყებლობებს დეზინფორმაციულ ომში ეხმარება ყველა რუსეთის არხი, რომელიც ფაქტურად საქართველოს მიმართ აწარმოებენ დეზინფორმაციულ ომს. როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, საერთაშორისო კონფერენცია წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდა და მასში უპრეცედენტოდ მაღალი იყო ახალგაზრდების ჩართულობა. შეხვედრას აფხაზეთის თემაზე მომუშავე ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებოდნენ, რომელთა შორის იყვნენ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამას ხუბუა, ცხუმ აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი,
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან არსებული ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარე ოთარ ჟორდანია. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის წარმომადგენლები და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები. არასამთავრობო ორგანიზაცია სტუდენტური მოძრაობა რეფორმებისათვის თავმჯდომარემ ლექსო გოგოხიამ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა გიორგი რურუამ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიკოსთა ლიგის წევრებმა და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა ისაუბრეს იმ პროექტებზე, რომლებსაც ახალგაზრდები ოკუპირებულ აფხაზეთში სამშვიდობო ინიციატივა ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ ფარგლებში ახორციელებენ. მათ შორისაა სოციალური კვლევები, ჯანდაცვის პროექტები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის შესწავლა და მრავალი სხვა. ახალგაზრდები ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მეტ მხარდაჭერას ითხოვენ. შეხვედრის მონაწილე ახალგაზრდებმა ოკუპირებულ აფხაზეთში საგანმანათლებლო კუთხით შექმნილ ვითარებას უკიდურესად მწვავე უწოდეს. ისაუბრეს იმ წინააღმდეგობებზე, რისი გადალახვაც უწევთ იქ მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებსა და პედაგოგებს, რათა შეინარჩუნონ მშობლიური ენა და მომავალში საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ხარისხიანი განათლება მიიღონ. ძალზე ემოციური იყო ერთ-ერთი პირველ კურსელი სტუდენტის გამოსვლა, რომელმაც კონფერენციის მონაწილეებს გაუზიარა ის განცდები, რომლის გადატანამაც მოუწია ჩაკეტილი ეგრეთ წოდებული საზღვრის გადმოლახვისას, რათა ეროვნულ გამოცდებში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე ახალგაზრდებმა მადლიერება გამოხატეს ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ აბიტურიენტებთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლების უპრეცედენტო გადაწყვეტილების გამო. ახალგაზრდები კონფერენციის შემდეგ გამართულ დისკუსიაში აქტიურად ჩაერთნენ და კონკრეტულ საკითხებზე განმარტებებს ითხოვდნენ. ისინი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს დეპუტატებს კონფლიქტის მოგვარების საქმეში ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისა და ახალგაზრდების მიერ დაგეგმილი პროექტების მორალური და ფინანსური მხარდაჭერისკენ მოუწოდებდნენ. მადლობას მევახსენებ პირველ რიგში კონფერენციის ორგანიზატორებს, ბატონ ავთანდილ დავითაიას. კონფერენცია იყო ძალიან საინტერესო, რადგანაც აქ იყო როგორც ჩემი თაობის წარმომადგენლები, ასევე იყვნენ უფროსი თაობის წარმომადგენლები, რომლებსაც მეტი გამოცდილება აქვთ ამ მიმართულებებთან დაკავშირებით, კონკრეტულად ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი მნიშვნელოვანი არის. არა მარტო ჩვენთვის, არამედ საერთაშორისო ასპარეზეც, იქიდან გამომდინარე, რომ მნიშვნელოვანი პრობლემატიკის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, საერთაშორისო მიმართულებებით, გინდაც 402-ია ტატუნაშვილის საქმე, რომელიც გახმაურებული საქმეები არის და დღემდე გამოძიების პროცესში არის. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო ამ კონფერენციის ჩატარება, რადგანაც თემა ეხებოდა აფხაზეთის საკითხს. აფხაზეთის მტკივნეული თემატიკა არის ჩვენთვის, ისე როგორც სამაჩაბლო. ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო ეს კონფერენცია. მივიღე მრავალი ახალი ინფორმაცია, ასევე მრავალი იმ კითხვაზე პასუხი, რომელიც მე მაწუხებდა. მე პირადად არა ვარ აფხაზეთიდან დევნილი, თუმცა მაწუხებს ეს პრობლემა და ჩვენ ისტორიკოსთა ლიგას გვაწუხებს ეს პრობლემა და სხვა მრავალი ღონისება გვაქვს დაგეგმილი აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით. დღევანდელი კონფერენცია მართლაც იყო ჩვენაირი ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ ცხოვრებას და იღებენ განათლებას თუნდაც ბაკალავრიატის დონეზე, უდიდესი გამოცდილება. აქ იყო წამოჭრილი ყველა ის პრობლემა, რომელიც შეიძლება ჩვენ ყველაზე მეტად გვაწუხებს, ჩვენ არც კი გვინახავს აფხაზეთი და არც ვიცით როგორია და იმ როდესაც არიცი და სურვილი კლავს მისი ნახვის, ამ დროს უფრო მეტია ტკივილი შენში. ისტორიკოსთა ლიგა, რომლის წევრიც მე ვარ, არის დაკავებული ისეთი საკითხების წინ წამოწევით, როგორიც არის აფხაზეთი, არის სამაჩაბლო, არის ჩვენი სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი და თქვი კიდეც, რომ ჩვენი პრეზიდენტი, რომელიც იყო აფხაზეთში, დაწერა თავისი ღია წერილი, რომელიც გააგზავნა შესაბამის სტრუქტურებში, რომელსაც მოყვა საკმაოდ სოლიდური გამოხმაურება და რომელსაც შექმნება გაგრძელება და ამას ხალხი ნახავს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი კონფერენცია, გამომდინარე იქიდან, რომ ეხებოდა აფხაზეთის თემას, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიას, ჩემთვის როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, მით უფრო რომ საერთაშორისო სამართალს ვსწავლობ, ოკუპაციის თემა რა თქმა უნდა ახლო არის ჩემთვის, ასევე მგონია რომ დღევანდელ საზოგადოებაში ახალ თაობაში არის ის რესურსი, რომელიც შეძლებს რომ დაძლიოს ეს ბორკილები, რომელიც აფხაზეთს დაედო და ამგვარ კონფერენციებში მონაწილეობა ჩემთვის ყოველთვის ძალიან სასიამოვნო და სასარგებლო იქნება. და იმედს ვიტოვებ, რომ კიდევ იქნები მოწვეული შემდგომში. ძალიან საინტერესო კონფერენცია იყო, დისკუსიები გაიმართა აფხაზეთის თემატიკაზე, საინფორმაციო ომზე, კონფლიქტის მოგვარების და გადაჭრის გზებზე ვისაუბრეთ. ის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს აქ იქნენ წარმომადგენლები, მათ თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს. არის კონკრეტული ჯგუფი, რომელიც ახალგაზრდებს მუშაობს აფხაზეთის თემატიკაზე, რომელიც ყოველდღიურად ახალ ამბებს იგებს იქიდან, ამუშავებს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ყველაფერს ხელისუფლებას მივაწვდით აფხაზეთის მთავრობას. ჩვენი სურვილი არის ის, რომ აფხაზეთის მთავრობა ჩვენთან ერთად ჩაერთოს
ეს ბავშვები არიან საქართველოს მომავალი, რომელსაც ინარჩუნებენ ფაქტობრივად საქართველოს აფხაზეთში. ჩვენ მოგცენ ასპარეზზე, რომ ამ ბავშვებს ვესაუბროთ, თუნდაც აგუს სტუდენტებს ვესაუბროთ, თუნდაც იმ აფხაზებს ვესაუბროთ, რომელსაც არ არიან სტუდენტები, მაგრამ სურთ რომ ევროპის კარი შეაღონ და ევროპისკენ გქონდეთ გეზი აღებული, ამიტომაც მე მიმაჩნია რომ ის ბავშვები, რომლებიც ჩვენკენ მოიწევენ, საქართველოს საგანმანათლებლო წესისკენ მოიწევენ, არიან გმირები, მის იქ დავამთავრე სკოლა ძალიან რთულ პირობებში, ამიტომაც დიდ მადლობას ვუხდი ქართულ სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს, შერიგების აპარატს, განათლების მინისტრს, რომ დაუშვეს ასეთი ნამდვილად უპრეცედენტო შემთხვევა არის, როდესაც პირველად გაიმარჯვა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა ახალგაზრდებმა. მე მათ მინდა რომ ვიულოცო სტუდენტობა, ვუსურვეთო წარმატებით ისწავლონ. თავის მხრივ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ კონფერენციას მეტად აქტუალური და საჭირო უწოდა. თამასხუბუამ მოიწონა ახალგაზრდების ახლებური და მართებული მიდგომები, უფრო მეტიც გაიზიარა მათი კრიტიკული დამოკიდებულება და ახალგაზრდებს მომავალში კონსტრუქციული თანამშრომლობა შესთავაზა. ინფორმაციული ომის საკითხი ყოველთვის აქტუალური იქნება, სანამ აფხაზეთის პრობლემატიკა არსებობს და საერთოდ კონფლიქტოლოგიაში ეს საკითხი არის განსაკუთრებული და საქართველოს სინამდვილეში კიდევ მოგეხსენებათ, რომ ამ თემის აქტუალიზაციას ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა. აქედან გამომდინარე, მე აღფრთოვანებული ვარ პირდაპირ ვიტყვი ორგანიზატორების დამოკიდებულებით ამ კონფერენციისადმი, განსაკუთრებით ხაზი მინდა გაუსვა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის ბატონ დავით აიასა და მისი გუნდის მონდომებას, რომ კონფერენცია ჩატარებული იყო არა როგორც თვითონ აღნიშნა კონფერენციის ორგანიზატორმა რაღაც პლუსისთვის, არამედ იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მომხდარიყო არს და ურთიერთგაზიარება თანაც თავისუფლად, გამჭვირვალედ და საჯაროდ. კიდევ ერთი მომენტი, რომელმაც ჩემში განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა როგორც პიროვნულად, რომ ახალგაზრდების დიდი რაოდენობა მონაწილეობდა მასში და კიდევ უფრო დიდი მოწონება, რომ ახალგაზრდები ზედმიწევნით არიან ჩახედული აფხაზეთის პრობლემატიკაში, მისი კონფლიქტის წარმოშობის პოლიტიკურ ანატომიაში და აქვთ ძალიან კრიტიკული შენიშვნები, რომლებიც ამ საკითხებით შეწუხებული ადამიანების პოზიციებიდან ლაპარაკობენ. გერმანიის არასამთავრობო ორგანიზაცია იყო ჩართული ერთ-ერთ ორგანიზატორად, გვესწრებოდნენ მათი წარმომადგენლები და აქ გამოთქმული ძალიან საქმიანი წინადადებები მიუვათ როგორც აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე უწყებებს, რომლებიც აფხაზეთის პრობლემატიკით არიან დაინტერესებული და საზღვარგარეთის იმ პოლიტიკური და ჰუმანიტარული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც უფრო მეტი დაინტერესებას უნდა იჩენდნენ ამ საკითხებისადმი. აკადემიკოსმა ოთარ ჟორდანიამ მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობასა და ახალგაზრდების როლზე ისაუბრა ქვეყნის განვითარებისა და არსებული კონფლიქტების მოგვარების საქმეში. ოთარ ჟორდანიამ არასაკმარისი უწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდების მიმართ განხორციელებულ პროექტებს. მან მოიწონა საქართველოს ხელისუფლების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტების მიმართ და შესაბამის უწყებებს ახალგაზრდების უფრო მეტი მხარდაჭერისკენ მოუწოდა. აკადემიკოსმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების მიმართ კომპლექსური ღონისძიებების გატარების აუცილებლობა, მათ შორის საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის საჭიროებაც აღნიშნა. ოთარ ჟორდანიამ მოლდოველს სტუმარს გენადი კაუნოვს, რომელიც გერმანიის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე მოხსენებას წარადგენს, სთხოვა, რომ გერმანიის ხელისუფლებამ ხარი დაუჭიროს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, რაშიც მას შეხვედრის ყველა მონაწილე დაეთანხმა. კონფერენციის ორგანიზატორმა ავთანდილ დავითაიამ შედეგების შეჯამებისას განაცხადა, რომ ნებისმიერ მონაწილესა და ყველა დაინტერესებულ პირს ადამიანის უფლებების საერთაშორისო საზოგადოების სპეციალურ ვებგვერდზე შეუძლია ყველა აქტუალურ საკითხზე საკუთარი მოსაზრება ქართულ და ინგლისურ ენებზე განათავსოს. ეს გახლდათ საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც იყო ორგანიზებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოების და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. ამას თავისთავად უკვე დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც ასეთი შემადგენლობით ხდება კონფერენცია. ჩვენ მას დიდი ხანია ვამზადებთ და გვინდა და გამოგვეტანა ყველა საკითხი, რომელიც აწუხებს დღეს საქართველოს. განსაკუთრებით, რასაკვირველია საუბარი იყო აფხაზეთის პრობლემატიკაზე, როგორ ავიწროებენ აფხაზეთში ქართულ ენას, როგორ აიძულებენ, რომ ქართველები ჩაეწერონ აფხაზებად. საუბარი იყო, როგორ შლიან ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოქმედებს დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ უნდა გადავდგა ჩვენ ნაბიჯი და როგორ უნდა დავიბრუნოთ აფხაზეთი. ამ კონფერენციას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ძალიან კრიტიკული აზრი, რომელიც გამოთქვეს ახალგაზრდებმა, კრიტიკული აზრი, რომელიც გამოთქვეს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ბლოგერებმა, ყველაფერი შეიკრიბება და მოხსენდება გერმანიის ბუნდესტაგს.
გერმანიის პარლამენტის წარმომადგენლები დასკვნეთ კონფერენციაზე დაესწრება გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლები, ძალიან ფართო წარმომადგენლობა და ყველა აზრი, რომელიც დღესა გამოითქმება ზუგდიდის კონფერენციაზე და გამოითქმება ქუთაისის კონფერენციაზე, აუცილებლად შეიკრიბება და ყველაფერი მოხსენდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს. აქ ერთი მნიშვნელოვანი საკითხიც იყო განხილული, სულ ახლახანს გადაიღეს ეგრეთ წოდებული დოკუმენტური ფილმი, სადაც საუბარია რომ თურმე აფხაზეთი სულ ახლახანს შეერთებია საქართველოს. ჯერ ეს ერთი ჩვენ დიდი ხანია უკვე გავაკეთეთ ამაზე მწვავე რეაქცია, დღესაც გადავეცით და აუცილებლად გადაცემთ გერმანიის საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ თვითონ გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა კატეგორიულად ვაცხადებ, მოიხადოს ბოდიში და Facebook-ზე ატეხილი სკანდალით, უკვე ისინი ხვდებიან, რომ ძალიან დიდი სკანდალი გამოიწვიეს. Facebook-ზე ატეხილი სკანდალითაც ჩანს თუ როგორ ებძვის საზოგადოება იმ დეზინფორმაციას, რომელიც ერთ-ერთმა რუსმა ბლოგერმა გაავრცელა. ჩვენ მყავდა წარმომადგენლები როგორც აფხაზეთიდან, ისე სამაჩაბლოდან, ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული ადამიანები სპეციალურად ახალგაზრდები გადმოვიდნენ დღევანდელი კონფერენციის დასასწრებად, რომ ამ კონფერენციაზე ეთქვათ ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენ არ ვაპირებთ ამასთან შეგუებას. ჩვენ დავიცავთ ოკუპანტებისგან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს და საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად დავიბრუნებთ იმას, რაც დავკარგეთ. ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს აფხაზეთს. ადამიანის უფლებების საერთაშორისო საზოგადოების მოლდოვეთის სექციის წარმომადგენელმა, პროექტის კოორდინატორის ასისტენტმა გენადი კაუნოვმა ქართველ კოლეგას ავთანდილ დავითაიას მადლობა გადაუხადა კონფერენციის მაღალ დონეზე ჩატარების გამო და შეხვედრას უმნიშვნელოვანესი უწოდა. როგორც მან აღნიშნა, მოლდოვეთი და საქართველო მსგავსი პრობლემების წინაშე დგანან და იმედი გამოთქვა, რომ არსებული კონფლიქტები მშვიდობიანად მოგვარდება. შეხვედრის მონაწილეებს გენადი კაუნოვი შეპირდა, რომ კონფერენციაზე განხილულ საკითხებს ადამიანის უფლებების საერთაშორისო საზოგადოების გერმანიის სექციას წარუდგენს და მასალები გერმანიის პარლამენტს და მთავრობას მიეწოდება. ჩემი აზრით, დღევანდელი კონფერენცია ბრწყინვალედ ჩატარდა. ძალიან მომეწონა მონაწილეთა ფართო სპექტრი, რომელთა შორის იყვნენ აკადემიის პრეზიდენტი, ახალგაზრდები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წევრები. საინტერესო იყო თითოეული მათგანის მოსაზრების მოსმენა. მე თვითონ მოლდოვეთიდან ვარ. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ მსგავსი პრობლემები გვაქვს, როგორც საქართველოს და უკრაინას. ჩვენი დნესტრისპირეთის ტერიტორია ჩამოცილებულია მოლდოვეთს. ჩვენი მიზანია მსგავსი სემინარებით მოვიზიდოთ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება ამ პრობლემებთან მიმართებაში და ამ კუთხით დღევანდელი სემინარი ნამდვილად წარმატებული იყო. მომავალშიც გავაგრძელებთ ინფორმაციებისა და ცოდნის გაცვლას, რომ გავლენა მოვახდინოთ ევროპის თანამეგობრობაზე და ბოლოს მოგვარდეს ეს კონფლიქტები. ჩვენთან დნესტრისპირეთში და თქვენთან აფხაზეთში თითქოს არ მიმდინარეობს საომარი მოქმედებები, მაგრამ მიმდინარეობს დაუნდობელი საინფორმაციო ომი. ჩვენი ორგანიზაციის მიზანია ამ საინფორმაციო ომის ფონზე მივაწვდინოთ ზუსტი ინფორმაცია მსოფლიო თანამეგობრობას. როგორც მე კონფერენციაზეც აღვნიშნე, ჩვენ თავისუფლების და დემოკრატიის გზაზე ვდგავართ და ის მოვლენები, რაც ჩვენს ქვეყნებში მიმდინარეობს, თითქოს ჩვენი თავისუფლების ერთგვარი საფასურია. ეს საფასური, რა თქმა უნდა, სისხლიანი და მწარია. ეს ჭრილობები ალბათ დიდხანს არ შეხორცდება, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყნები ბოლოს გამთლიანდეს და გახდნენ თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოები.